ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც ბრალდების მხარე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარადაშვილმა მიიღო. პროკურატურა ელისაშვილისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი მისი 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. პროცესზე ელისაშვილმა თქვა, რომ ქმედება ქვეყანაში არსებული უსამართლობის, რეპრესიებისა და ძალადობის პასუხად გააკეთა. ის ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ არაფერი დაუშავებია. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ. ვინმეს მოკლა, რომ დომოდა იმ მანდატურებიდან არც ერთი ცოცხალი არ იქნებოდა. საკმაოდ კარგად ვფლობ იარაღს. მე იქ მივედი დილაუთენია 5 საათზე. უზარმაზარი გზა გავიარე. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება წინასწარი ზრახვით. ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა. გადავიკიდე ზურგჩანთა და კი, ყველაფერი წინასწარ ვიყიდე და მოვამზადე და გეგმა მქონდა, რომ ჩემი პროტესტი გამომეხატა იმისთვის, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ვეღარ ვიტევდი სამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით, თუნდაც მანდატურები, როგორ ექცევიან და შეურაცხყოფას აყენებენ. მე თვითონ ნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები რომ დიოდა. ამის წინააღმდეგ მქონდა პროტესტი და მეტი არაფერი. ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამშავებია. დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ ელისაშვილის მიზანი ტერორისტული აქტის ჩადენა არ იყო. მისი თქმით, ელისაშვილისთვის პრიორიტეტი მოქალაქეთა და მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა უსაფრთხოება იყო, რის გამოც დანაშაულის ჩადენაზე ხელი აიღო. ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ ელისაშვილი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც ალეკო ელისაშვილმა სასამართლო შენობაში შეღწევის შემდეგ სამუშაოს სივრცეში მოასხა, ადვილად დაალებადია. ალეკო ელისაშვილი აღიარებს კონკრეტულად ქმედებას და არა იმ ბრალს, რასაც მით უმეტეს პროკურატურა ედავება, ეს არის ტერორისტული აქტი და ტერორისტული აქტი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მუხლი სისხლის სამართალში. ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე და თან მნიშვნელოვანი არის, რომ აქ უნდა იყოს კონკრეტული მიზანი, ტერორისტული მიზანი უნდა გააჩნდეს. და დანაშაულისგან ხელის აღება, იმიტომ ვახსენე და არაერთხელ გავიმეორებ, რომ ალეკო ელისაშვილმა დანაშაულისგან ხელი აიღო, იმიტომ რომ როდესაც მან დაინახა შიგნით შემოსული მანდატურები, მან იარაღის გამოყენება არ სცადა. მას შეეძლო, იცით რომ კარგად ფლობს იარაღს და მისი მთავარი პრიორიტეტი რო ყოფილიყო ამ შენობის გადაწვა და არა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ის ადვილად გაანეიტრალებდა სამივე მანდატურს და გადაწვავდა შენობას. თუმცა მან მას შემდეგ რაც დაინახა რომ მანდატური იყო შენობაში, ეცადა თავი დაეღწია მათგან და ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას, რადგან ის დააკავეს და შემდგომ უკვე სცემეს. ამიტომ ვიძახი, რომ მან დანაშაული არ ჩაიდინა. ზოგადად ტერორიზმის მიზანი, ამ შემთხვევას რომ მოვარგოთ და ასე ვთქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბროთ, არის ის, რომ მოხდეს მოსახლეობის დაშინება, ასევე ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს სასამართლოზე თავდასხმა ბუნებრივია ამ შემთხვევაში მისი დესტაბილიზაციისა და განადგურების მიზნით იძლევა ტერორისტული აქტის შემადგენლობას. აქედან გამომდინარე ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად კითხვების დასმა, ვფიქრობ, კითხვის დასმა იმ კუთხით, რომ ეს ქმედება არ შეიცავს ტერორისტული აქტის ნიშნებს, სრულიად უადგილოა დაცვის მხარის მხრიდან. ბრალდების მხარეს სისხლის სამართლის საქმეში მოეპოვება იმ მანდატურთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც უშუალოდ წაასწრეს ბრალდებულს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს. სასამართლო პროცესზე პარტია ძლიერი საქართველოს ლელოს წევრებიც იმყოფებოდნენ. პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ალეკო ელისაშვილი რუსეთის მიერ ტერორიზმის მუხლით არის ძებნილი. მანვე განმარტა, რომ პარტია პროცესს ბოლომდე დააკვირდება. ალეკო ელისაშვილის შესახებ ვიცი 3 რამ. პირველი ის, რომ ალეკო ელისაშვილი ძებნილია პუტინის რეჟიმის და პუტინის რუსეთის მიერ და პუტინის რეჟიმიც მას ედავება ტერორიზმს. მეორე, ალეკო ელისაშვილი არის ნამდვილად საქართველოს პატრიოტი მოქალაქე და მესამე, ალეკო ელისაშვილს ნაცემი ჰყავს საჯაროდ კამერების თვალწინ მამუკა მდინარაძე და ქოცი როგორც სუბიექტი არის ბოღმიანი და შურისმაძიებელი სეგმენტი და წარმომადგენელი საერთოდ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეს 3 რამ ვიცი, დანარჩენი უკვე გამოაშკარავდება პროცესში. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე დავაკვირდებით და მივყვებით. ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვას სცადა. გელაძის უწყების განცხადებით შენიღბულმა ელისაშვილმა კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამსხვრია. სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში შეაღწია, პერიმეტრზე ბენზინი დაასხა და ამის შემდეგ შენობის დაწვას სცადა. თავდაპირველად გამოძიება ელისაშვილის წინააღმდეგ ლიფტის დაზიანება განადგურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობდა, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა 30 ნოემბერს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.